ეხლა თქვენ წინაშე წარდგება საქართველოს რეკორდერების ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი დავით ბეგიაშვილი. მოხარული ქვეყნის მნიშვნელოვანი დღეს ვიმყოფები ასეთ ქვეყნის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში და მონაწილეობას ვიღებ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის რეკორდის ორგანიზებაში. საქართველოს რეკორდერების ფედერაციის სახელით მადლობას ვუხდი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომლის ინიციატივითა და მხარდაჭერით ვიმყოფებით დღეს აქ დავით ჯორჯოლიანის მსოფლიო რეკორდის დასაფიქსირებლად. სოფლიო რეკორდის დამყარდა 14 აზიის 14 ერთეული. გილოცავთ, ულოცავთ და და საინტერესოს იყო. მადლობას მოვასწრებთ დღევანდელი დღესთვის მხარდაჭერისთვის მესტიის მუნიციპალიტეტს და ასევე საქართველოს რეკორდების ფედერაციას მხარდაჭერისთვის და გორჩილობისთვის. დღევანდელ ღონისძიებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა როგორც პირადად ჩემთვის, ასევე თითოეული მესტიელისთვის. ჩვენი თანამემამულის წარმატება დღევანდელ დღეს 26 მაისს დამთხოვილი ძალიან სასიხარულო და ულოცავ და მისასალმებელია, მაგრამ არის ემოცია ძალიან ესეთი რაღაც დაუჯერებელი შენ თვალწინ ხდება და დასაჭერებელი ხდება. აი არის ადვილად აღსაწერი ემოცია არ არის და ძალიან ხალხმაც დიდი სიხარულით და არ ვიცი მართლაც ემოციით მიიღო და კიდევ ერთხელ ულოცავთ ბატონ დავით, კიდევ ერთხელ წარმატება მას და გაიგრძელებინოს. დავით ჯორჯოლიანის მსოფლიო რეკორდი გამორჩეული იყო მისი როგორც ერთგულეთის უნიკალურობით. აქამდე არც ერთ მსოფლიო რეკორდს მას არ აქვს შესრულებული 50 კილოგრამის წერათი თევზიაზიდები დაუწყოს მონიტორით შეასრულა ეს რეკორდი მნიშვნელოვნად გადააჭარბა გინესის მსოფლიო რეკორდების მოთხოვნილ მინიმუმს და წარმატებით დაამყარა ახალი რეკორდი. რეკორდის მხარდამჭერი იყო მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობა, რეკორდის დამყარდა მესტიაში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ ძირითადებში. საქართველოს რეკორდების ფედერაცია ამ მონაცემებს გადაუგზავნეს როგორც გინესის მსოფლიო რეკორდებს, ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს და უახლოეს მომავალში მივიღებთ აღიარებას კიდევ ერთ ახალი რეკორდის ახალი